გოგოებო, როგორც ადმინისტრატორებს ძალიან დიდი შენიშვნა გვაქვს თქვენთვის. შეგიძლიათ ტუჩსაცხი აღარ დატოვოთ საპირფარეშოს სარკეებზე? აი ესენი გამოიყენეთ, რომ გაწმინდოთ თქვენი ტუჩსაცხი და თუ უარს ვიტყვით, ჩვენი ტუჩები თქვენ გარდა არავის არ აწუხებს. თან თუ ლამაზი ტუჩები გვაქვს, რატომ არ უნდა დავტოვოთ სარკეებზე? თან სპეციალურად წავისვით დღეს ეს ტუჩსაცხი, რომ სარკეზე დამეტოვებინა კვალი. გაიგეთ? მაია, არ არის საჭირო რომ ეს იცოდნენ. კიდევ ტრაბახობთ არა ბანი და ადმინისტრატორების წინ ღერჭავთ საღეჭ რეზინს ძროხებივით. რა სასიამოვნოა აქ ჯდომა და იმის ყურება თუ როგორ ეჩხუბებიან ადმინისტრატორები ბანის. ნეტავ შემდეგ რა მოხდება? მოდი ჩუმად შევხედოთ. მაია, გადმოაგდე. რა? გინდა რომ აქ გადმოაგდო ჩემი საღეჭ რეზინი? ხო, უბრალოდ არ გვსიამოვნებს რო გიყურებთ როგორც ღეჭავ. კნოპა, მალე გოგოებო გადმოაგდეთ და მოусმინეთ ჩვენს დავალებას. კნოპა, აუს რა სისულელეა, გელოდები. ნასტია, რა საკეთებ? ცდილობ გადავყლაპო. დაივიწყე რა, გადმოაგდე და შეინახოს თავის ყუთში იანამ. დიანა, საღეჭი რეზინი. აი, იანა, ჩემი საღეჭი რეზინი. რაღაც მაინც გექნება რომ დამიმახსოვრო. რა შუაშია, აქ თქვენი დნმ-ია და თუ რამეს არასწორად გააკეთებთ, აი ამას გამოვიყენებთ, რომ გიპოვოთ. ნასტია, საღეჭი რეზინი აღარ არის იანა, გადავყლაპე. რა, სპეციალურად გააკეთე? ბანი, ეს ყველაფერი არ არის. მოიხსენით თქვენი სამკაულები და ჩადეთ ყუთში და ნუ დადიხართ აქეთ-იქით და ჩხარუნებთ. რა, არა, ეს სისულელეა. სულ გაგიჟდით ადმინისტრატორებო? გინდათ რომ გაგაგდოთ? შოკში ვარ. ხო, ვირთხები ასე იქცევიან, ცუდ ხასიათზე როცა არიან. მოიცა, ვერაფერი გავიგე, გოგოებმა რა გააკეთეს. საერთოდ ყველა სარკეს აკოცეს სკოლაში და ვირთხებს არ მოეწონათ. რა თქმა უნდა არ მოსწონთ, იმიტომ რომ წინა კვირას ყველა სარკე გააწმენდინეს. ჩემი აზრით სარკეებს პირიქით უხდება ტუჩები. შეგიძლია მიხვდე კიდევაც ვინ დატოვა. დიმა, იანა, მომეცი ყუთი, ბანი, მოიხსენით სამკაულები და ჩადეთ ამ ყუთში და აი ესენი აიღეთ. გამომართვით და ახლა მხოლოდ სარკეებს კი არა, მთელ სკოლას გაწმენდით. დამღალეთ უკვე ბანი. კარგი, მოვიხსნი ახლა ჩემს ბეჭდებს და დაგიტოვებთ, მაგრამ იმედია ამის შემდეგ დაგვიბრუნებთ. ხო, თქვენთან ერთად არ წაიღოთ. ეს ვირთხები ჩემგან მიიღებენ. მაია, ჯობია შენ არ ჩაერიო. იცი ბაჭიებს და ვირთხებს ერთმანეთში რამდენჯერ უჩხუბიათ? ნასტია, სამაჯურიც არის. ერთი წამი რას გულისხმობ, სამაჯური რა შუაშია სარკესთან? ვერ გავიგე. ნასტია, სამაჯური. დიანა, შენი თმის ქვეშ რა ბრჭყვიალებს? ლეილა, საყურეა, ამას არ მოვიხსნი. შანსი არაა. ლეილა, არ გინდა, ასეთი მეც მქონდა შეიძლება გაიზარდოს. რა, იანა, ყოველთვის ცუდ დროს რატომ მეჩრები ხოლმე? ლეილა, გამორიცხულია, ამას არ მოვიხსნი. კარგი, აი, თქვენი ჩვარი გაყავით რამდენადაც გინდათ, 1 საათში დავული და ყველა სარკე იყოს გაკრიალებული. ვირთხები მაგრები არიან. აუ, იანა და ლეილა ძალიან მაგრები ხართ. არც ისე. არა, მაგრები არიან, იმიტომ რომ ბანის მოუგეს. ლორენ, ზედმეტად ჭკვიანი თუ გამოხვალ, ახლა იცოდე შენ აიღებ ამას და შენ გაწმენდ უნიტაზებს. ვირთხებს ეს არ უთხოვიათ. ბიჭებო, წავედით. კარგად გოგოებო, წარმატებები. ჯანდაბა, რა უსამართლობა, ამ ვირთხებმა დაგვამცირეს სხვების თვალში. ხო, მართლა რა უსამართლობა. და ამ სულელების, ამ ფეხბურთელების თვალწინ, ხო? არა, მაია, სულელები არიან. არა, იდიოტები არიან. სულელები თქო. გოგოებო, დაწყნარდით, ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია ის, რომ ვირთხებმა დაგვამცირეს ფეხბურთელების თვალში. ჩვენი ყველა სამკაული წაიღეს. აი ეს ჩვრები მოგვაჩეჩეს ხელში და გვითხრეს, რომ ყველა სარკე გაგვეწმინდა მთელ სკოლაში და სკოლის საპირფარეშოებში. გოგოებო, თუ გინდათ შემიძლია მე გავრიცხო. არა, მასკოტ, რას ამბობ? არ მჯერა რომ ბეჭდების და სამაჯურების მოხსნა გთხოვეს და შენი საყურის წაღებაც უნდოდათ, დიანა. ეს რა იყო? რა საქციელია? ნასტია, გამორიცხული იყო, ჩემს საყურეებს არ მივცემდი. სხვათა შორის ძალიან მაგარია, საიდან გააქვს? კნოპა, მერე მოგიყვები. დიანა, ყვირილი საჭირო არ არის, მესმის რომ გაღიზიანებული ხარ, მეც ვარ, მაგრამ ახლა უნდა გავარკვევოთ როგორ გავუყოთ ესენი. და ვინ რომელ სარკეს რეცხავს? გადავწყვიტე, ამას კი არ გავიყოფთ. ნელ-ნელა სათითაოდ გავწმენდით ყველაფერს და ტუჩებს ყველა ჩამოიბანს. დიანა, ეს ყველაფერი კალათბურთელებს უნდა მოუყვეთ. ხო, რაც შეიძლება მალე.
ვაუ, ეს გვირგვინი ისე მერგება თავზე, მგონია რომ მთელი ცხოვრება ამიკეთია, ამით დავიბადე. ბლონდი, რასასაცილო ხარ? არ გიჭერს? არა, ახლა არ გითხარი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება ამადგას. კარგი ბლონდი, არ გინდა, ყველამ ვიცით რომ გაიმარჯვე. შენი გამარჯვება ნამდვილი არ არის. ამას ბლონდის რატომ ეუბნებით? საშინელ ხასიათზე იქნება. თუ თქვენ გაჩუნდებით, მაშინ ამას ვერავინ ვერ გაიგებს. რა თქმა უნდა, ბლონდი, რა თქმა უნდა გავჩუნდებით. ხო, ვიცით რომ ჩვენ თუ ვინმეს ვეტყვით, მერე ჩვენ წარბებს დაგვაცლი. და გაცლით სათითაოდ. ბლონდი, დაწყნარდი, გაიგეს. გოგოებს 4 შოკოლადი. არ მინდა ამ ბლონდის მოემსახურო, არ დაუმსახურებია ეს გვირგვინი. ხო, ჩვენ უნდა გაგვემარჯვა. მე ძალიან ლამაზი ვარ და შენც ლამაზი ხარ. ახლა მივა და ვეტყვი. 4 შოკოლადი. შოკოლადი გადმოალაგე და ეს პოდნოსი წაიღე. პრინცესები თავის თავს არ ემსახურებიან. ბლონდი, არ მჯერა რომ ეგ გვირგვინი სამართლიანად დაიმსახურე, მართლა არ მჯერა. თუ არ გჯერა, ეგ შენი პრობლემაა. გოგოებო, ბლონდი და ჯორჯი აირჩიეს თინეიჯერებმა. არ გეწყინოს, იქნებ შემდეგ წელს გაგიმართლოს. იმედია შემდეგ წელს აღარ მოგემსახურები, შეგიძლია შენ მოიტანო ეს. დარწმუნებული ხარ რომ არავისთვის არაფერი გითქვამს? უცნაურია ეს პიცა, გოგო, გადაწოდა რამე. ჩვენ არაფერი გვითქვამს არავისთვის, იქნებ ჯორჯმა უთხრა ყველას. არ მგონია, მაგრამ მე შემოთავაზება მაქვს. ბავშვებო, დღეს ახალი წლის წერილი დავწერეთ და თან სურვილი ჩავიფიქრე. აუ ჯიჯი, რა საყვარლობაა რომ სანტა-კლაუსის კიდევ გჯერა? იცი რა, კარინა, ყოველთვის უნდა გჯეროდეს და შემდეგ მართლა ახდება შენი სურვილი რომ იცოდე. ჯიჯი, მითხარი, შენი ოცნება რა არის? არ გეტყვი ბროსტი, საიდუმლოა. კარგი, რა გთხოვ, მითხარი. კარგი, ჩავიფიქრე რომ დედაჩემს მოეწონო. ჯიჯი, ხო იცი, ეგ ოცნება არასდროს არ ახდება. დედაშენს მე არასდროს მოვეწონები. ჯიჯი, რა საჭიროა დედაშენს მოეწონოს ბროსტი? მთავარია რომ შენ მოგწონს. კარინა, როცა დედაჩემს ჩემი შეყვარებული არ მოსწონს, მე სასინელება ხდება ხოლმე. ხო, დედამისი სახლის კარებთანაც არ მიშვებს. ისე ბრაუსი დედაჩემსაც არ მოწონს. სახლში მოდის და ყველაფერს ჭამს. რა, მხოლოდ და მხოლოდ 2 ბანანი უჭამე და ეგრევე ვიძახი რომ ყველაფერს ჭამ. 2 ცალი ბანანი, 1 კილო პორტოხალი და ყველა ნაყინი. არა, მეგობრებო, არასწორად იქცევით. სტუმარით მშიერია რა უნდა ქნას. პიცა არის, რამე ნამდვილი საჭმელი გამიგეთეთ ჩქარა. ჯორჯ? ვაუ, საერთოდ ვერ გიცანი. ხო, იმიტომ რომ მომიწია ჩემი ფორმა გამერეცხა. ვიღაც კრიმინალს მივსდევდი, დავეცი და დაისვარა. ვაუ, აბა მითხარი, როგორ გაეკიდე? დაიჭირე? არა, ვერ დავიჭირე. ძალიან მაღალი იყო, 2 მეტრის სიმაღლეში და გრძელი ფეხები ჰქონდა. ამიტომ ჩქარა დარბოდა. ალბათ ბიგფუტი იყო. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მაინც დავიჭერ, პირობას ვდებ. ჟენია, შეხედე. ბლონდი, ხედავ, ჯორჯი არ არის თავის პოლიციის ფორმაში. ღმერთო, რა სიმპათიურია. ბლონდი, თქვენ ხომ შეთანხმდით? ვაიმე, ღმერთო ჩემო. ბევრი დრო არ დაჭირდება, რომ უჭკუობის გამო მთელი სიმართლე თქვას. აი ის წყვილი, ყველაზე ლამაზი წყვილი სკოლაში. ნახევრად გამომცხვარი პიცა გააკეთე. ქერა, რას აკეთებ? ჩვენ ხო პირობა დავდეთ. ხო, ვიცი, უბრალოდ მინდა რომ ყველამ დაიჯეროს. ვაიმე, როგორ მომენატრე. ვაიმე, ეს გოგო მგონი ავად არის. ხო, მართლა. ვაიმე, გოგოებო, ეს ბოლო საპირფარეშო და ბოლო სარკეა. ხო, აი აქ იყო ყველაზე ლამაზი ჩვენი ტუჩსაცხი. ხო, ამას შეხედეთ, როგორი კვალი დავტოვეთ. ნასტია, ეს შენია, ხო? დიანა, ეს რა არის, ვერ გავიგე, გადაწყვეტე რომ დამცინო? ნასტია, რატომ გწყინს? ულამაზესი ტუჩები გაქვს. აი ნახე, მართლა რა ლამაზია. აი, და შეადარე ჩენი ჩვენსას. მართალია. გოგოებო, რას აკეთებთ? აქ იმიტომ მოვედით, რომ სარკეები გავწმინოთ თუ გავიგოთ ვის როგორი ტუჩები აქვს. გოგოებო, ვიფიქრე რომ საპირფარეშოებში ისედაც იშვიათად დადიან და შეგვიძლია რომ ეს დავტოვოთ აქ. ნახეთ, ძალიან კარგია უბრალოდ. რა სიტყვით? ხო, მგონი ლეილა და იანა ვერ შეამჩნევენ. ბანი, ძალიან ცუდად გაწმინდეთ ზედა სარკეები. რა იყოთ, არ იცით ჩვარი როგორ გადაუსვათ სარკეს? რა იყოთ, არ გასწავლეს სახლში? მომისმენთ ლეილა და იანა, ნერვებს გუშლით, საერთოდ აქ რატომ შემოვარდით? ეს ბანის საპირფარეშოა. ნერვებს მიშლით ლეილა და იანა, ძალიან მიშლით ნერვებს. ახლა ბრაზი მაქვს საშინელი. სასაცილოა მაია, შენი ბრაზი ასეთია. ნასტია, მაიას კარგად საერთოდ არ იცნობ. რა იყოთ ბანი, შელაპარაკება გადაწყვიტეთ? უყურეთ ერთი ამათ. თუ კარგად არ გაწმენდით თქვენ სამკაულებს, ჩვენ დავიტოვებთ. გასაგებია? იცით საწადით? აღარ ესმით შენი. კარგი ნასტია, ჯერ შენსას გავწმენდ. მაინც. ხო, გაწმინდე არა უშავს, ხვალ მაინც ახალს გავაკეთებ, რა პრობლემაა? გოგოებო, კარგია რომ არ ჩხუბობთ. მესმის რომ ვირთხები გამაღიზიანებლები არიან, მაგრამ თქვენ ერთი ჯგუფი ხართ და რაღაც ტუჩების გამო არ უნდა იჩხუბოთ. ხო, მასკოტ, უბრალოდ ნერვებმა გვიმტყუნა. კარგი, სად არიან ჩვენი კალათბურთელები ნეტავ? ხო, არ გვეძებენ? გონი მსოფლიოში ყველაზე მაგარი შეყვარებული მყავს.
კარგი რა, ახლა ეგეთები არ დაიწყო. და რა მოხდა, სიმართლეა. იცი დღეს გასახდელში შევედი და ერთი წერილი დავინახე. ეწერა: სმაილე შაქარყინული შენთვისაა. კარგი, მოდი შაქარყინულებზე კი არა, საქმეზე ვისაუბროთ. ვეთქვით გოგოებს სიმართლეს. რომეო, აბა კარგად დაფიქრდი. გოგოებს თუ მთლიან სიმართლეს ეთყვი. ეს მთელ სკოლაში რამხელა არეულობას გამოიწვევს. ჩვენი გოგოები საერთოდ არ გეცოდება? ხო, ძალიან იდარდებენ და ინერვიულებენ. ჩემი აზრით პირიქით, მადლობას გვეტყვიან, რომ ყველაფერი გავიგეთ და გამოვაშკარავეთ ეს სკოლა რამდენად უსამართლოა. მომისმინეთ მეგობრებო, ფაქტია, რომ ამ სკოლის ყველაზე ლამაზი წყვილი მე და დიანა უნდა ვყოფილიყავით და ის ფაქტი, რომ ჯორჯი და ქერა არიან ყველაზე ლამაზი წყვილი, რა თქმა უნდა უსამართლოა და ამიტომ გოგოები იმსახურებენ, რომ სიმართლე იცოდნენ. მეგობრებო, მოდი აბა კარგად დაფიქრდით. გოგოები აქ შემოდიან, ბედნიერები კარგ ხასიათზე. თქვენ კიდე მიდიხართ და ეუბნებით, რომ ჯორჯმა და ქერამ ჯილდო უსამართლოდ მიიღეს. ხო, ძალიან ცუდ ხასიათზე დადგებიან. საკაც შენ მაინც დაწნარდი, გოგოები თუ სიმართლეს გაიგებენ, პირიქით, აჯანყდებიან და ქერა თავის ჯილდოს დაკარგავს და ყველა სიმართლე ეცოდინება. ისე საერთოდ სად არიან გოგოები? ნახევარი საათია აქვს ხედვარ და არ გამოჩეილნან. დღეს მგონი განსაკუთრებული ვარჯიში აქვს და ჯერ არ მოჩეილნან. მეგობრებო, აბა რას ვაპირებთ? ვეუბნებით გოგოებს. კი, ზაკათ, ვეუბნებით. გოგოებმა სიმართლე უნდა იცოდნენ. კარგი, მე სიმართლის თმის ხასიათზე ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ გოგოები ძალიან მადლიერები იქნებიან და დიანა მეტყვის, რომ ნამდვილი გენიოსი ვარ. საყვარელო, ამას როგორ მივხვდი? მხოლოდ ჩვენს გამო. სმაილ, მოდი არ გინდა ჭკვიანად წარმოჩენა, თორემ მთლიან სიმართლეს ვიტყვი. უბრალოდ ჯორჯი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მაგარი ტიპი ვარ და მოდი სიმართლეს გეტყვიო. მოიცა რა თქვი? მაგარი დაგიძახა? ხო, ეგრე თქვა. მასწავლებელო მაიკ, ბანი სარკეებს წმენდნენ. ხო, ჩვენ ეს შევძელი. რა, მოიცა, ეს როგორ მოხდა? უბრალოდ მათი სამკვლელები ავიღეთ და ვუთხართ არ დაუბრუნებდით, სანამ არ გაწმენდნენ. გოგოებო, ასე მოგცევა არ შეიძლება. მასწავლებელო მაიკ, გვეგონა კომპლიმენტს გვეტყოდით. არა გოგოებო, პირადი ნივთების აღება ზედმეტია. გამარჯობა. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. მასწავლებელო მაიკ, ზოგჯერ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი. ამაზე სხვაგვარად არ დაგთანხმდებოდნენ. გოგოებო, იცოდეთ, პირობა დადეთ, რომ ყველაფერს უკან დააბრუნებთ და თქვენი წესების შექმნას შეეშვით. რა, ახლა ჩვენ ვართ ცუდები? ლეილა, ყოველთვის ასეა, კარგ რაღაცას აკეთებ და მერე ცუდი ისევ შენ გამოდიხარ. ხო, არ მეგონა მასწავლებელი მაიკი ასე რომ მოგვექცევოთ. გამარჯობა მასწავლებელი მაიკი. გამარჯობა მეგობრებო. აუ, ბლონდი ახლა რაღაც ციგიჟეს გააკეთებს. ხო, სულელია რომ დასდევს ჯორჯს, მაგრამ ჩვენ არ გავაკეთებთ და არ დავარიგებთ, თავისი ტვინი აქვს. გოგოებო, სიმართლე რო გითხრათ, თქვენი ქერათი ძალიან დავიხალე. ძალიან ისტერიული ადამიანია. საერთოდ ჯგუფის კაპიტანი როგორ არის? ბავშვებო, საკმარისია, თორემ ყველაფერს ვეტყვი. ჩამშვები. გოგოებო, არ ვიცი რა წაისვით, მაგრამ არ შორდება. კარგი, წავიდეთ აქედან, აღარ შემიძლია აქ ყოფნა. ხო, მართალია. გოგოებო, იქ იცით ვინ დგას? ყველაზე ლამაზი წყვილი სკოლაში. მოიცადე, ბლონდი და ჯორჯი? ხო, წამო მოусმენთ რაზე საუბრობენ. ქერა, რაღაც უდამსდევ, ჩვენ ხო პირობა დავდეთ. ვიცი რომ წყვილი არ ვართ, მაგრამ თუ არ გამოყვები, ყველა იფიქრებს რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო და ცდარი. არა, არანაირი სიყვარული არ გქონია, არც ყალბი და არც ნამდვილი. ჯორჯ, კიდევ ერთხელ აგიხსნი, თუ არ მოვაჩვენებს თავს რომ ვითომ წყვილი ვართ, ყველა მიხვდება რომ ტყუილით მოვიპოვეთ ეს გვირგვინები. იცი ქერა, როცა მე და შენ ამ სკოლის ყველაზე ლამაზი წყვილი გავხდით, ეგ ჩემმა შეყვარებულმა გაიგო და ძალიან არ მოეწონა, ვიჩხუბეთ. ვაიმე, ბოდიში ჯორჯ, მაგრამ მე და შენ მართლა საუკეთესო წყვილი ვართ. არა ქერა, მომისმინე, გირჩევნია მარტო დამტოვო, თორე ყველა სიმართლეს ვეტყვი. ჯორჯ, სიმართლეს თუ იტყვი, მეც ძალიან ბევრ რაღაცას ვიტყვი შენ შესახებ. მაგარია, ვიცოდი, მართლა ვიცოდი. ვაუ, წყვილიც არ არიან. ხო, მართალია, ბლონდი უბრალოდ ჯორჯს დასდევს. ხო, ჯორჯი კი არ დასდევს ბლონდის. ხო, მათ ტყუილით მოიპოვეს ის გვირგვინები თავზე რომ ადგათ. და ახლა რა ვქნათ, მთელ სკოლას ვუთხრათ? არა, ყველას თავისი პირით ეტყვიან. ჯერ ბლონდისთან მივალთ და ვეტყვით, რომ ყველაფერი ვიცით და გავიგეთ შემთხვევით. გამარჯობა ჯორჯ, გამარჯობა ბლონდი. ბაჭიებო, გამარჯობა. გამარჯობა ბანი. თავისუფალია საპირფარეშო, ზუსტად მანდ მივდიოდი. ბლონდი, მოიცადე. გადაწყვიტე რომ მთელი სკოლა მოგეტყვევებინა? ეს არ არის კარგი. ყველაფერი ტყუილი ყოფილა. რას ლაპარაკობთ, ჯორჯ, მოდი ჩამეხუტე, ძალიან შემცივდა. ჯორჯ, კარგი, ბლონდი მოგვატყუა, იმიტომ რომ გვირგვინი უნდოდა, მაგრამ შენ რატომ მოგვატყუე, არ მესმის? ძალიან ცუდ მაგალითს აყენებ. გოგოებო, რაზე ლაპარაკობთ? ამ სკოლაში ყველაზე ლამაზი წყვილი ვართ და უნდა შეეგუოთ. ჯორჯ, ვიცოდი რომ თუ ოდესმე შეყვარებული მეყოლებოდა, ჩვენ ვიქნებოდით და ულამაზესები ვიქნებოდით. ბლონდი, არ არის საჭირო ასე თამაში. აღიარებთ ამ ტყუილს თუ ჩვენ წავიდეთ და ვთქვათ. ხო, საპირფარეშოში ვიყავით და ყველაფერი გავიგეთ. კარგი, გოგოებო, მოდით წავიდეთ, აქ აღარაფერი გვესაქმება. ხო, ბეჭდები უნდა ავიღოთ. ჯორჯ,
არა ქერა, საერთოდ ყველაფერი ტყუილია. შენ კიდე ტყუილში გამხვიე. ჯორჯ, მალე უნდა გავეკიდოთ. არა. გოგოებო, ყველა სარკე გაწმინდეთ? დიახ, ყველა სარკე გავწმინდეთ. შეამოწმეთ თუ არ გჯერათ. და ჩვენ უნდა გენდოთ სიტყვაზე? ხო, შეგიძლიათ. კარგი გოგოებო, აი თქვენი სამკაულები და თქვენი საგეჭიროზინიც. ხო, იანა, ეს ჩვენი დნმ-ია. დიანა, ვიცი. ვირთხებო, დღეს ძალიან გაგვაბრაზეთ. იმედი მაქვს, ასე მეორედ აღარ მოიქცევით, ხო? გონი ტვინში არ ხართ დალაგებულები. კარგი, თავისუფალი ხართ, თავისუფალი. გასაგებია. თავრე მაზრს შევიცვლით და სამკაულებს ისევ წაგართმევთ. კარგი, აღარ მოხდება. აღარასდროს. ეს დატოვა ეს? კარგი, არა უშოს, ბანის დნმ გჭირდება. იანა, ბევრ დეტექტივს უყურებ? ბაყაყებო, აქ რასაკეთებთ? მეგობარს ელოდებით, არა? ნეტავ თქვენი მეგობარი თქვენთან გულწრფელი თუ არის? რას გულისხმობთ? მალე გაიგებთ, ბაყაყებო. შვიდად ისხედით. როგორც ჩანს, ბლონდი დაიწვა. თავისივე ბრალია. გამარჯობა ბიჭებო, ჩვენ გველოდებით? ნეტა გეპოვეთ და დაგხმარებოდით. რატომ, რამე მოხდა? ნეტა მართლა მთელ სკოლაში გავრეცხეთ სარკეები, ვირთხებმა გაგვაკეთებინეს. ვა, როგორი სამწუხაროა. მოგიწიათ თქვენი დასრული სარკეების გაწმენდა? დიანა, მე გითხარი, რატომ უნდა აკოცო სარკეებს, როცა მიაქვარ? ტიმურ, არ მეცინება. დიანა, ამას აღარ მოусმინო და ისე შეგარყინულისთვის მადლობა. სტაფილოსფერი მიყვარს. მომისმინეთ ბიჭებო, რაღაც გავიგეთ. ჩვენც გავიგეთ. პირველი ჩვენ გეტყვით, რაც გავიგეთ, მართლა გაგიჟდებით. ბიჭებო, ყველას ხედხართ? კიდევ კარგი. მოკლედ გავიგეთ, ბლონდი და ჯორჯი როგორ საუბრობდნენ ერთმანეთში. არა, არ მითხრათ, რომ უკვე ყველაფერი იცით, რაც მე უნდა მეთქვა. მორჩა სმაილ, დიანა აღარ იტყვის, რომ შენ გენიოსი ხარ. მოკლედ, ბლონდი და ჯორჯი ყალბი წყვილია და ტყუილით მოიგეს ის გვირგვინი. ხო, ეგ ჩვენც გავიგეთ. და რატომღაც 1 საათი დავიცადეთ, რომ თქვენთვის გვეთქვა. უბრალოდ ჯორჯმა ტიმურს უთხრა და ჩვენ რანაირად გავიგეთ. რომეო, მათი საუბარი გავიგეთ. ხო, ჩვენი საკუთარი ყურებით. 10 ყურმა გაიგო ეს ხო, უკვე დამტკიცებულია და გოგოებო, იმედია ამის გამო თქვენ სევდიანები არ იქნებით. მოწყენილი არა, ჩვენ რატომ უნდა მოვიწყინოთ, მათ უნდა მოიწყინონ. სმაილ, უკეთეს ხასიათზე ვარ. ხო, მეც. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ ყველა. კარგი, კარგად. და არასდროს მოიტყუოთ. ტყუილი კარგად არასდროს მთავრდება.